გამარჯობა. ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა უნდა განვიხილოთ ახლა. ეს არის ჩანაწერი ტექსტის, რომელიც პირიქით გვინდა რომ ეწეროს, ანუ მიმდევრობა, მიმართულება იყოს უკუღმა. ანგარიშის ნომრები გვაქვს, რომელზეც არის შეტრიალებული, რაღაც სისტემამ ესე შეგვიტრიალა და უნდა დავწეროთ, ასე ვთქვათ, შეტრიალებული მიმართულებით. მე გიორგი ვერდათუქიშვილი და თქვენ ყურებთ ვიდეო გაკვეთილს Microsoft Excel-ის შესახებ. მას შესაძლოა ვნახოთ პირველ რიგში ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც 365-ის Excel-ში იქნება გამოყენებული. მაგალითად, ტოლია და გავაკეთოთ sequence, რომელიც გვეტყვის თუ რამდენი რიცხვიც გვექნება ტექსტში, როგორ დაიშალოს ის სათითაოდ. მაგალითად, ლენი ავიღოთ აი ამისი და ცხადია enter-ის შემდეგ ფორმულა დაიხურება, მაგრამ ჩამოვა ქვედა მხარეს და იტყვის რამდენიც არის 22 სიმბოლოა და გაიშალა ის ქვემოთა მხარეს. ჩვენ კი ერთ მძიმეს ან წერტილმძიმეს დამოკიდებულია რეგიონალურ პარამეტრებზე ცხადია დავაწვევით და ვნახავთ რომ ის შეიძლება გავრცელდეს უკვე მარჯვენა მხარეს და თავისთავად 22 სიმბოლოზე მიდის. ჩვენი ამოცანა კი ამ შემთხვევაში არის აი ამ კონკრეტული მიღებული გამოსახულების უკვე უკუღმა მოტრიალება, ანუ რესორტირება, ასე რომ ვთქვათ, ხო? თუ გავითვალისწინებთ ფუნქცია sort-საც, რომელიც ასევე სორტირებისთვის, როგორც გითხარით, უკვე გამოვიყენებთ, შესაბამისად შეგვიძლია უთხრათ, რომ დაალაგოს ის სორტირება და სორტირება გაუკეთოს მიმართულებით -1, ანუ უკუღმა, ასე ვთქვათ, კლებადობით, ან ამბანის შემთხვევაში უკუ მიმართულებით. და მიმართულება იყოს კოლონების თუ სტრიქონების, ანუ truth დატოვების შემთხვევაში ვნახავთ, რომ ფორმულამ ავტომატურად სვეტების მონაცემები გადაალაგა და სწორედ ამ მონაცემების შემთხვევა გვაძლევს იმას, რომ დაალაგდეს ეს ჩვენი მონაცემები უკუ მიმდევრობით. შემდეგ გავახსენოთ ფუნქცია midi, რომელიც გვეუბნება, რომ მაგალითად აი ამ ტექსტიდან ამოიღოს ერთი სიმბოლო, ოღონდ დაიწყოს ამოღება აი აქედან. ესე იგი 22 სიმბოლოდან და აქვე დიეზი გამოვიყენეთ, ამოიღოს ერთი სიმბოლო. და ნახეთ რა ქნა ანგარიშის ნომრიდან მთლიანად მოტრიალების შემდეგ პირდაპირ ამოიღო მიმართულებით უკუღმა ჩვენი ტექსტი. და ცხადია თუ რა თქმა უნდა ამას კონკატსაც მივცემთ, ავტომატურად ის ერთ უჯრაში ჩაგვიწერს მთელს მისამართს. ცხადია ეს ფორმულა რაც სორტირება გვაქვს უნდა ამოვიღოთ და ჩავწეროთ მაშინ ის აი აქ უკვე აი ამ ნაწილში, ასეთი ფორმით და რა თქმა უნდა მივიღეთ ჩვენი შედეგი. გავაბრუნებ მას უკვე როგორც პირველ ელემენტს, შემდეგ ორი კლიკით და ყველა ანგარიშის ნომერი მოტრიალდა. მადლობა ამ შეკითხვისათვის ჩემი ტრენინგის მონაწილეს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს, ველოდები კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ ვიდეო და გვესტუმრეთ ტრენინგებზე. დროებით.